ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის რობიზონ გონეტაძის ინიციატივით მეშახტეთა თავდადებული შრომისა და ღვაწლის დაფასების მიზნით შექმნილ მუშა ჯგუფის მორიგ შეხვედრას გამგებლის მოადგილე შალვა გაბრიაძე წარმართავდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამას კუბლაშვილი, თვითმმართველობის ორგანოთა პასუხისმგებელი პირები, საქველმოქმედო საზოგადოების ოკრიბის პრეზიდენტი ლენგერ ბოჭორიშვილი, ხატვარ მონუმენტალისტი ამირან ხონელიძე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის ნაბიჯი ტყიბულის დამფუძნებელი გიგა სოფრომაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ლუიზა ლაფერაძე და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. სხდომაზე განხილული იქნა მონუმენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც საბოლოოდ გადაჭრილი არაა და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება. წარმოდგენილი იქნა რამდენიმე ესკიზი, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა და მიუხედავად რამდენიმე შეხვედრისა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. თუმცა დამსწრე საზოგადოების ხმათა უმრავლესობის კენჭისყრით გადაწყდა, რომ აღნიშნული მონუმენტი აღიმართოს კინოთეატრის შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე. საბოლოო შეხვედრა გაიმართება 22 მაისს, შეიქმნება საქველმოქმედო ფონდი და გამოცხადდება საბანკო რეკვიზიტები. აზრი გაყოფილი იყო ორად, ბოლოს ჩამოყალიბდა ესეთნაირად, რომ იყო შერჩეული ორი ადგილი, ამ ორი ალტერნატიული ადგილი და უნდა არჩეული იყო ერთ-ერთი. დღევანდელ შეკრებაზე გადაწყდა, რომ აირჩიეს ტერიტორია, რომელიც არის ქალაქის ცენტრში, კინოშაურისა და საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ესკიზები და შევთანხმდით, რომ გაკეთდეს ეს მონუმენტი, აიგოს იქ ხმათა უმრავლესობით კენჭისყრად ჩავატარეთ და გადაწყდა, რომ აიგება კინოშაურის წინ. მეორე საკითხია უკვე ფინანსების სიტუაცია, რომელიც სპეციალურად კონკრეტულად ამ საკითხს უნდა ჩამოყალიბდეს ფონდი შემოწირულობებით შეიქმნება ანგარიში ჩვეულებრივად და ყველა მოხალისეს, მათ შორის ყველა მეშახტეს, ტყიბულეს, დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს და უშუალოდ გააკეთოს ქალაქის შემოწირულობები და იმისათვის, რომ მეშახტეთა შრომის სამსახველი მონუმენტი იყოს ლამაზი, ქალაქის იერსახეში იყოს ჩამსდარი, ყველას ექნება უფლება ამ ანგარიში შემოწიროს თანხები და აიგოს ეს ლამაზი მონუმენტი, რომელიც ნამდვილად წარადგება ჩვენი ქალაქის იერსახეზე და დაამშვენებს გარკვეულ წილად. სამჯერ თუ 4-ჯერ შევიკრიბეთ უკვე აზრები გაიყო, ზოგი შემოსასვლელში, ქალაქის შემოსასვლელში ამბობს, ზოგი ცენტრალურ ადგილზე. იცით რა, ყველაზე მაინც მოუხდება ძალიან იმ ცენტრალურ ადგილზე ამის დადგმა, იმიტომ რომ იქ თანაც მეშახტები გადიან, მისასვლელად ადვილია, კინოთეატრი იქვია, შესანიშნავი ადგილია და ახლა კენჭისყრა სწორი იყო, იმიტომ რომ ვერ შევთანხმდით ყველა ერთნაირად არ ფიქრობს ამ საკითხზე და მე მგონია რომ აი ეს გადაწყვეტილება უმრავლესობა რაც მიიღო აბსოლუტურად სწორია და ქალაქს უფრო მოუხდება ეს ადგილი რა. რადგან შრომის მონუმენტია, რუსთაველი უმღეროდა შრომას, სიყვარულს, მამაცობას, მეგობრობას და იქ რუსთაველის ძეგლი პირიქით უფრო გაალამაზებს იმ ადგილს და უფრო შთამბეჭდავი იქნება ის ადგილი. კენჭისყრის შედეგად გადაწყდა დღეს, რომ მეშახტეთა მონუმენტი დაითმება კინოთეატრ შაორის წინ, შოთა რუსთაველის გვერდით, მონუმენტის გვერდით, რასაც მე ვეწინააღმდეგები, ვინაიდან ეს სივრცე თავისთავად უკვე იდეურად ჩაკეტილია და სრულიად მიუღებელია იქ აღიმართოს მონუმენტი, რომელიც დაახლოებით 7 მეტრი იქნება. მიმაჩნია, რომ ტყიბულში არის შესაძლებლობა იმის, რომ მოიძებნოს სათანადო ადგილი, გამოცხადდეს კონკურსი და ამის შედეგად მხოლოდ დაიდგას მონუმენტი. იმიტომ რომ მაქსიმალურად ჩართულობა და გახსნილობა უნდა მოხდეს. მართალია, მივესალმებ იმ ფაქტს, რომ გამოცხადდა ეს ჩართულობა საზოგადოების, მაგრამ თუ სწორი ფორმა არ მიეცა ამ საკითხს, ვფიქრობ, რომ ნორმალურ სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს ეს გზა. ანუ აუცილებელია ყველა კომპონენტის გათვალისწინება. სივრცე, ტერიტორია, ადგილი და მონუმენტის თვითონ იდეას შინაარსი. ვეთანხმები და მნიშვნელოვანია აღინიშნოს ტყიბულში მეშახტეთა დღე, თუმცა მე შევთავაზე დღეს
მოგეცეს შეხვედრაზე აქ მყოფ ადამიანებს, რომ ეს დღე აღინიშნოს ცოტა სხვა ფორმით, გაკეთეს სხვადასხვა ღონისძიებები, თავი შევიკავოთ იმისგან, რომ ორ თვეში განხორციელდეს ეს პროექტი და რაღაც კონკრეტული ვადა მიეცეს. ალბათ 1 წელი საჭირო იქნება იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდეს, დამუშავდეს ფუნდამენტალურად ეს საკითხი და გადაწყდეს მერე.